ესე იგი ეს არის პროგრამის ამ პროგრამას ქვია ინგლისურად ქვია ესე EB1A არის ესეთი ის აი მე დავწერე ფურცელზე გაჩვენეთ საერთოდ როგორი იწერება აი ესეთი აბრევიატურა აქვს რა მაგრამ ჩვენ აგიხსნით აი ეს პირველი ასო არის E ეს არის B ერთიანი ანუ 1 და A მაგრამ ну ჩვენ საერთოდ აი თუ დააკვირდებით ამ პირველ ასოს როცა თუნდაც აი მართვის მოწმობაშიც ხომ არის ეს ასო ჩვენ რას ვიძახით ხოლმე ჩვენ ხო არ ვიძახით E მე მაქვს E კლასის მართვის მოწმობა ჩვენ ყოველთვის ამ ასოს ვიძახით E თუნდაც Mercedes-ის როცა აწერია ჩვენ რას ვიძახით ჩვენ ხო არ ვიძახით მე მყავს E კლასის Mercedes არა ჩვენ ვიძახით E კლასი მაგრამ რეალურად ეს ასო არის E ამიტომ მარტივად რო იყოს ჩვენ ენაზე ამ პროგრამას დაუძახოთ ესეთნაირად EB1A EB1A მარტივად რო იყოს იმიტომ რომ ეს EB1A და რაღაც ცოტა ჩვენ ენაზე ცოტა რთულად ჟღერს ანუ ჩვენთვის მარტივად რო იყოს ზოგჯერ მე გამოვიყენებ ესეთ ფრაზას EB1A მარტივად რო იყოს იმიტომ რომ ასე რო ვიძახი თქვენ შეგიძლიათ ეს კონკრეტულად და EB1A შეგიძლიათ აკრიფოთ Google-ში და წაიკითხოთ ინფორმაცია მიხვდებით რომ ეს პროგრამა არსებობს და მოქმედია რისთვის არის ეს პროგრამები მარტივად აგიხსნით ამერიკა ავსტრალია ბრიტანეთი კანადა ზელანდია ну მათ შორის სხვა ქვეყნებით სხვათა შორის დუბაიში ემირატები მათმაც შექმნეს რაღაცა მსგავსი ეს ქვეყნები არის ეკონომიკურად ძალიან ძლიერი ქმნიან რაღაც პროდუქტებს და თუმდაც პატარა მაგალითს მოვიყვან ყველა მიცის აცრა Pfizer-ი რითითაც იცრება ბევრი ადამიანი და სხვათა შორის საქართველოში აი 4 ტიპის აცრა Pfizer-ი AstraZeneca, Sinovac ჩინური და Sinopharm ჩინური მაინც ყველაზე დიდი მოთხოვნა აქვს იმას Pfizer-ს ყველა Pfizer-ს იკეთებს ძირითადად ამერიკიდან არის ამის შემქმნელი არის ადამიანი რომელიც ამერიკაში ჩავიდა არის იმიგრანტი იქ მან გააკეთა ეს საბუთები თქვათ არ ვიცი ამ პროგრამით გააკეთა ну ფაქტია რომ ეს ადამიანი იქ არ დაბადებულა ამერიკაში და იქ არ გასტილა ეს არის ადამიანი რომელიც ჩავიდა მან თუნდაც მან მოიგონა ეს ვაქცინა მისი ეს კომპანია და ასე შემდეგ მეორე მაგალითი კიდე ილონ მასკი რომელიც ალბათ ყველა მიცის ვინც არის ამას ახსნა ეს არის ადამიანი რომელიც ცხოვრობდა აფრიკაში სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობდა ეს არის აფრიკაში ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანა ну ამ მომენტში იქ არის გველებია და მაინც აფრიკა მაინც სიცხეა მაინც პრობლემებია მაღალი კრიმინალია და ასე შემდეგ მას აქვს სამხრეთ აფრიკის მოქალაქეობა ილონ მასკის შემდგომ ილონ მასკი მშობლებთან ერთად გაემგზავრა კანადაში იქ წავიდა იქ მე მგონი დაამთავრა სკოლა თუ არ ვცდები იქ მოღვაწეობდა და მათ შორის აიღო კანადის პასპორტიც კი ანუ აქვს სამხრეთ აფრიკის მოქალაქეობა პასპორტი იგივე კანადის პასპორტი მაგრამ ბოლოს მაინც წავიდა ამერიკაში გახსნა ბევრი კომპანია მისი პირველი ცნობილი პროექტი არის PayPal ეს არის გადახდის სისტემა რომელიც მე eBay-მა იყიდა
დიდი თანხა გადაუხადა ელექტრომობილებს უშვებს ტესლას პლუს კიდე 1000 რაღაცებს აკეთებს რა ვიცი მაგისია SpaceX-ი კოსმოსურ ხომალდებს უშვებს ეს არის კერძო კომპანია თქვენ წარმოიდგინეთ აი კერძო კომპანია აქვს და ყველაზე მდიდარია მე მგონი მსოფლიოში ხუთეულში მაინც შედის მილიარდერია ის არის იმიგრანტი ის არ დაბადებულა ამერიკაში ჩავიდა ამიტომ ამერიკა და წამყვანი ქვეყნები ხვდებიან იმას რომ მათ სჭირდებათ ნიჭიერი ადამიანი არა აქვს მაგას მნიშვნელობა რა დარგში იქნება ის იქნება სპორტსმენი იქნება თქვათ მოჭიდავე ფეხბურთელი კალათბურთელი მზარეული თქვათ იქნება ეს სტილისტი რომელიც თმებს ჭრის მანიკურს აკეთებს თქვათ ბისერს აწყობს შეიძლება საინტერესო სხვათა შორის მინანქარი ეს მინანქარი საერთოდ ქართულია перегородчатая эмаль называется ამას ქვია ძალიან ეს აი შენ დარგში ოღონდ იცით როგორ არის ეს უბრალოდ ტიპიკი არ უნდა იყოს აი კონკრეტულად თუ ხარ მზარეული მაშინ უნდა იყოს მაგარი მზარეული აი მე შემდგომ ვიდეოებში მიაგიხსნით რა კრიტერიუმებით ფასდება თქვენი ნიჭი და მე ვფიქრობ თუ ნიჭიერი ადამიანი ხარ ნიჭიერი მაგრამ თავარია ზარმაცი არ იყო და ნელ-ნელა ეს საბუთები აკროვო შეგიძლია რამოდენიმე თვე ამას დაუთმო ააკეთო ასე ვთქვათ მაინც მეტი რა საქმე გვაქვს შეაგროვო კეისი არის ასე ვთქვათ ეს თქვენი საბუთების კალათა ასე რომ ვთქვათ კეისი ესეთა ახალი სიტყვა საქართველოში მოდის ახალი სიტყვები ხან კეისი ხან კლასტერი ხან ის კეისი დავარქოთ კეისი ეძახიან მაგრამ სინამდვილეში ვთქვათ კალათა არის სადაც ვთქვათ აგროვებ შენ საბუთებს და მე ამას შენ ბოლოს გზავნი რაც თავარია საქართველოდან გზავნი პირდაპირ ამერიკაში საიმიგრაციო სამსახურში ძალიან ბევრ ადამიანს მათ შორის ქართველს აქვს მიღებული ნიჭიერი ადამიანის ასე ვთქვათ პროგრამით მიღებული მწვანებარათი თუ ის ვიზა ასე ვთქვათ რა მაგალითად მხატვარი უცებ მახსენდება თედორ ეხვიაშვილი მე მგონი ამ პროგრამით აქვს ოღონ ამერიკაში აქვს მიღებული ნიჭიერი პიროვნება ჩემი კარგი მეგობარია დათო კი არა ლაშა ხონღაძე რომელიც სპორტით იყო სპორტით არ დაკავებული ტაიკვანდო კარატე ასე ვთქვათ მიიღო უპრობლემოდ არის კიდე მუსიკოსი მაგრამ მე პირადად არ ვიცნობ ესეთი ბიჭია დიჯეია მუსიკას ქმნის ქართველი ამ პროგრამით აქვს მიღებული ეს მაგას ქვია გვარად არის მამულაშვილი და მათ შორის ბევრი ძალიან ნიჭიერი ქართველი მოღვაწეობს ამერიკაში რა თქმა უნდა ისინი იქაც მოღვაწეობენ ჩვენთანაც ჩამოდიან საქართველოში ასე ვთქვათ ფინანსურადაც ძლიერდებიან მეგობრებსაც ეხმარებიან ყველას გვერდში უდგიან და ასე შემდეგ და რაც თავარია ჩვენს ქვეყანასაც ასახელებენ იქ ანუ ეს ხო სახელია შენ როცა სხვა ქვეყანაში ხარ და იტყვი რომ მე ვარ საქართველოდან და თან მით უმეტეს ნიჭიერი ამიტომ აქ არის ერთი მომენტი გავითვალისწინოთ რომ ბევრი ფიქრობს რომ მაინც და მაინც აი ამერიკაში უნდა იყოს იმყოფებოდეს ფიზიკურად და მხოლოდ მაშინ შეუძლია ამ პროგრამაში მიიღოს მონაწილეობს არა ეგრე არ არის შენ შეგიძლია იყო ნებისმიერ ქვეყანაში ამერიკის ფარგლებს გარეთ და შეაგროვე საბუთები პოსტით გააგზავნო ამას მე ყველაფერს დეტალურად მე დავალაგებ აუხსნი
და ელოდო, ასე ვთქვათ, საიმიგრაციო სამსახურის პასუხს. ანუ ვინ განიხილავს იქ არის საიმიგრაციო ოფიცრები, რომლებიც ვისთანაც მოხდება ეს შენი საბუთები კეისი ნახავს, რომ ამაში ნიჭიერია, თუ ჩათვლის, რომ შენ გამოადგები მის ქვეყანას, ამერიკას, ის მოგცემს თანხმობას და შენ შეძლებ ოჯახთან ერთად ოფიციალურად, ლეგალურად, რასაც ხალხს უსმევ ლეგალურად, აქ არ არის საერთოდ საუბარი არალეგალურ წასვლაზე, აი არის ინტერნეტი გადაჭარბებულია, მე ვთვლი, რომ ბევრი ნიჭიერია და ეს ჯობია, როგორ წესია, გააკეთო კარგად ხარისხიან და თუ სურვილი გაქვს ამერიკაში შეხვიდე, ასე ვთქვათ, კარებიდან, სადაც ლამაზი წითელი ხალიჩაა გაფენილი ძირს და არა სადღაც ფანჯრიდან იძრომიალო და ასე შემდეგ. ამიტომ ეს პროგრამა ბევრ ამის იძლევა. დეტალურად კიდე მაგალითად კანადა, ავსტრალია და ასე შემდეგ კი იქაც შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა, მაგრამ იცოდეთ, რომ იქ ინგლისური ენას ითხოვენ და ისა. ამ მომენტისთვის ამ პროგრამაში მონაწილეობა ამ საბუთების განხილვის ოფიციალური მოსაკრებელი არის $700. ამასაც აკისვნით იხდეს. ეს არ არის ახლა ისეთი კოსმოსური თანხა, რომ კი მესმის, რომ მაინც $700 უკვე ფაქტიურად 2100 ლარამდეა, მაგრამ ადრე ცოტა იაფი იყო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა შევიდეთ ხოლმე საიტზე და ვნახოთ, რომ იმ მომენტში რა აღარ შეიძლება გაძვირდეს, შეიძლება გაიაფთეს გაიაფებაზე, არა მგონი, ადრე მე მგონი $580 ღირდა, ეხლა $120 ცოტათი მოიმატა $700, მაგრამ ღირს. ცოტა ხარჯები არის, მაგრამ ღირს, რომ ადამიანებმა მიიღონ ამაში მონაწილეობა.